თემატიკის მიხედვით, იმიტომ რომ თვითმმართველობას რა ეხება, ერთი არის ინსტიტუციური მოწყობა, ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც მე ვთვლი, რომ ამ რეფორმაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რაზეც დათომაც ისაუბრა, სოფლისა და ქალაქის ინტერესის, ასე ვთქვათ, ორივეს თანაბრად წარმოჩენა ადგილობრივი თვითმმართველობის დროს. ტერიტორიული ოპტიმიზაცია, კომპეტენციები, ფინანსური საკითხები, თანამონაწილეობა, სხვადასხვა თემები და ამ თემების საზოგადოებრივი საბჭო და ამ თემების მიხედვით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. და გამოცხადა, რომ ყველამ სურვილს, ეს იყო მოხალისეობაზე დამოკიდებული ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ვისაც კი სურვილი ჰქონდა, ყველამ სურვილს შეეძლო მონაწილეობა მიეღო ამ სამუშაო ფორმატში, სადაც მიდიოდა დისკუსია. ერთი ნაწილი იყო ექსპერტიზა და კვლევები განხორციელდა კვლევები, მაგალითად რა გამოცდილება არსებობს ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში ტერიტორიული ერთეულის სიდიდის მიხედვით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო აპელირება იმაზე, რომ რატომ დავყოთ დღეს ეს მუნიციპალიტეტი, როდესაც ევროპა მიდის მუნიციპალიტეტის განსხვილებისკენ. და ამის საპასუხოდ ძალიან საინტერესო კვლევები განხორციელდა. ერთი ის, რომ თურმე საჭიროა ტერიტორიული ოპტიმიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ გადავახდით სოფელში მქონდა თვითმმართველობა და მერე უცებ გადავედით რაიონის დონეზე, რომლითაც ძალიან დაშორდა მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას. იყო საუბარი კომპეტენციებზე, რომ რა კომპეტენციები უნდა ჰქონდეს, იყო საუბარი რა ფინანსები უნდა იყოს და აი პარალელურად მიდიოდა ექსპერტული კვლევები და განხილვები ამ კვლევებზე დაყრდნობით და ყველა თანამონაწილეს, ვისაც ამ პროცესში მონაწილეობა სურდა, შეეძლო ჩართულიყო სამუშაო ჯგუფში. ერთი ხარვეზი შეიძლება მე ვთქვა ამ პროცესის გაცხადება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ხარვეს მე ვითხოვდი იმას, რომ რადგან ეს სამუშაო ჯგუფები ძირითადად მაინც იკრიბებოდა თბილისში, რთული იყო ადამიანებისთვის რეგიონიდან ჩამოსვლა. არადა მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონში, სოფელში შეხვედრები და მათი მოსაზრებების გაგება, რომ რეალურად მართლა რა ხდება იქ და მათ რა მოსაზრებები გააჩნიათ. თუმცა გეტყვით მაგალითს, რომ მე ვიყავი, ასე ვთქვათ, სამდივნოში მუშაობდი, რომელიც ხელს უწყობდა ამ სამუშაო ჯგუფების შეხვედრას. მე ვინც მომართავდა თხოვნით, რომ აი სამუშაო ჯგუფში მინდა მონაწილეობა, ყველას ვაწვდიდი ინფორმაციას და აი ჩემთვის ძალიან ისეთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ გარდაბნის სოფლიდან რწმუნებულის აპარატის თანამშრომელი არჩილ ბივნიშვილი, რომ გამიკავშირდა და რამდენი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მივეცი, ყველას დაესწრო. ყველას და ვთვლი, რომ აი მართლა ნამდვილად ძალიან დიდი ინტერესი იყო. და რა ხდებოდა ამ განცხადების შემდეგ? ძალიან ბევრი ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პიროვნება ჩაეწერა ამ სამუშაო ჯგუფებში, თუმცა სამწუხაროდ არც ისე მაღალი იყო დასწრება. მაგრამ ალბათ კიდევ ერთხელ ვთვლი, რომ ეს იყო შეიძლება ისევ და ისევ, იმიტომ რომ ვთქვათ, თბილისში იყო კონცენტრირებულად ეს შეხვედრები, თუმცა გასულები სამუშაო ჯგუფებს ჰქონდათ და ესეთი გასულებიც ჩატარდა. პროცესი იდეალური ნამდვილად არ იყო და არც ველოდი, რომ იდეალური იქნებოდა დასაწყისში მე თვითონვე მქონდა ჯერ ამ სამდივნოში არ მუშაობდი, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კახეთის რეგიონში, მქონდა ინტერესი და სურვილი, რომ მე მინდა ამ პროცესებში მონაწილეობა და თავიდან ცოტა ისეთი იმითი დავიწყე, რომ ვთქვათ, რატომ ჩემამდე კარგად არ მოდის ინფორმაცია, თუმცა როგორც კი მოვითხოვე, იმ წუთასვე მივიღე და ამიტომ ვთვლი, რომ ეს იყო უფრო ჩემგან წამოსული განცდა იმისა, რომ თუ ხელისუფლება რაღაცას გეგმავს, აუცილებლად რაღაცეებს დაბლოკავს. დაბლოკვა ნამდვილად არ იყო, მე სამუშაო ჯგუფში ჩავერთვე და მერე მოვხვდი ამ სამდივნოში. ხარვეზები იყო რა კუთხით. რჩევები მუშავდებოდა, მიდიოდა სამინისტროში, სამინისტროსთანაც იყო განხილვა, ხდებოდა განხილვები რეგიონებში, მაგრამ კიდევ ერთ ვიტყვი, ალბათ
ნაკლები იყო, მეტი უნდა ყოფილიყო, გაცილებით მეტი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო რეგიონში და გაცილებით მეტ ადამიანთან უნდა მისულიყო ინფორმაცია რა ხდება და როგორ იგეგმება. იმიტომ კი არა რომ ყველას მოსაზრება მე აუცილებლად ხელისუფლების მიერ იქნებოდა გათვალისწინებული. არა, ეს არის რჩევა, ეს არის მოსაზრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება რაღაცას გაითვალისწინებს, რაღაცას არა, მაგრამ მე აუცილებლად უკავშირიც უნდა იყოს, რომ აი რატომ არ გავითვალისწინე, რატომ ეს არ შევაჯერე, ეს დაბრუნებულიყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი მარტო მე ვუთხრა და სამინისტრომ ჩაატარა მართლა შეხვედრები ყველა რეგიონში, ჩავიდა და როცა სტრატეგია გაცხადა და დეტალურად ყველა რეგიონულ ცენტრში ესეთი შეხვედრები ჩატარდა. მაგრამ ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს მე დღეს, როდესაც კოდექსია თქვა მიღებული, ისევ კონტაქტს მოსახლეობასთან, ისევ თქვა მართან პირისპირ ურთიერთობას, რომ რა გავითვალისწინეთ, რა არ გავითვალისწინეთ. უნებრივია ჩვენთვის ეს პროცესი იყო ახალი საზოგადოებისთვის და მაგალითად კონკრეტულად გეტყვით თელავიდან არასამთავრობოებმა და დაინტერესებულმა ადამიანებმა წერილიც მიწერეს ბატონ დათუნ არმანიას, რომ აი ჩვენ გვსურს ამ პროცესში მონაწილეობა და მართლა არის ეს მცდელობა, მაგრამ იმიტომ რომ არ არის ეს გამოცდილება, არ არის და სულ რაღაცა ვადებში ვართ შეზღუდული, თანამონაწილეობა ყოველთვის რაღაცა მეტ დროს მოითხოვს. ხელისუფლებას სურს რაციონალური გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად, პრაგმატულად მიიღოს. ეს პროცესი არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. კი, მგონი პროცესთან დაკავშირებით სურათი შეიძლება დავწერეს, მაგრამ მე მინდოდა მეც გავწმენდი ხარ თქვენთვის. ახსენეთ რომ როდესაც ესე იგი თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული, მე ვახსენებ რომ საჯარო სამსახურის შესახებ კავშირი შევიდა ცვლილება შინაარსი მე ჩავთვალე რომ ყველა მიცემა და ამიტომ აღარ მიკონკრეტებია კერძოდ კი იგულისხმება ის რომ თვითმმართველობის ორგანოების ნებისმიერი თანამშრომელი ესე იგი ავტომატურად არჩევნების შემდეგ ჩაითვლება კი რა თქმა უნდა თქვენს უნდა გასცეთ ამ კითხვას პასუხი და მე მინდა მოვალეობის შემსრულებლად ხომხრივი არ იყოს ესე იგი ეს კითხვა ხო მოვალეობის შემსრულებელი რომ იქნება ყველა რატო გადაჭარბებული ხომ არ არის იგივე მედიის რეაქცია ამაზე ხო აი თქვენი აზრი მაინტერესებს რომ მე ბატონი თენგიზის აზრიც მოგესმენთ დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვად ესაც შეხვედრაზე ვიყავი საზოგადოება საქართველოში და იქაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განსხვავებული ხედვა გვაქვს. ერთი ის რომ ნამდვილად ვეთანხმები იმას რომ თუ ვაღიარებთ საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას და გინდა თვითმმართველობა იყოს მას მართლა უნდა გქონდეს რაღაცა დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ მეორეა თუ ჩვენ ზოგადად საერთო საჯარო სექტორზე და სამსახურზე საუბრობთ, უნდა იყოს რაღაცა ისეთი წესები მიღებული, რაც ეს წესი იქნება ყველასთვის თანაბარი, ეხლა მომწონს თუ არ მომწონს ამ წესს უნდა დავეთანხმოთ და ვაღიაროთ. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, რომ არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე მოვალეობის შემსრულებელი ხდება. მე გეტყვით იმას, რომ 1 იანვრამდე დღეს არსებულ მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეები პრაქტიკულად მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებოდნენ და მათ 1 იანვრამდე კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო და ამ კონკურსის საფუძველზე შემუშავდა სპეციალური დოკუმენტი ინსტრუქცია სამინისტროს მიერ საკმაოდ დიდანიანი ყველგან ახსნოდა განმარტებულ იქნა რომ გამგეობაში საჯარო მოხელის აყვანისას რა წესები და პირობები უნდა დაცულიყო. ვეთანხმებით იმას თუ არა რომ საჯარო სამსახურში კონკურსი უნდა იყოს და რაღაცა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ თუ არა, რაღაცა პირობები უნდა იყოს თუ არა სიცხადე. მე ვთვლი რომ კი, იმიტომ რომ საჯარო მოხელე, რომელიც ჩემი გადასახადებით იღებს ანაზღაურებას, მე ვთვლი რომ მას კვალიფიკაციაც ის კონკურსის ის ყველაფერიც გავლილი უნდა ქონდეს ერთი ეს. შემდეგ, იმიტომ რომ მალე მოდიოდა არჩევნები, ხელისუფლება წავიდა იმაზე რომ სავალდებულო აღარ გახადა კონკურსების ჩატარება და ეს გადავადებულ იქნა არჩევნებამდე. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სულ ვამბობ, რომ თუ ვინმე საუბრობს დეცენტრალიზაციის საწინააღმდეგო და ხელისუფლება სულ ამბობს, რომ რესურსი ადგილზე არ არის, მე ვამბობ, რომ არაჩვეულებრივი რესურსი არის
და ნამდვილად სოფელმაც, ქალაქმაც დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კარგი იქნება ცუდი რაღაცა დროის შემდეგ მივლენ ოპტიმალურთან, კარგთან, მაგრამ უნდა მიიღოს დამოუკიდებლობა. მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ასევე ჩემ პირად დამოუკიდებლობას გეტყვით, რომელიც თვლი, რომ საჯარო რესურსები, საჯარო ფინანსები უნდა იხარჯებოდეს ეფექტურად და მე უნდა ვხედავდე, რომ დღეს მე თელავის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ, რომ თელავის გამგეობაში რატომ ხდება ესეთი კატასტროფულად სწრაფად ესეთი სიჩქარით კადრები საყვანა ერთ თვეში ერთ სამსახურს დაემატა 4 შტატი და ეს სამსახური მინდა გითხრათ არ არის ესეთი გამორჩეული და არც ფინანსურია, არც სხვა ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის. ეს არის NGO-ებთან და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის სამსახური. სულ კითხვას რატომ? იმიტომ რომ მე მირჩევნია ეს ფინანსები დღეს თელავში სოფლის საბავშვო ბაღებს რომ ძალიან უჭირთ და უმძიმესი ინფრასტრუქტურა აქვს და წყალი არ არის საბავშვო ბაღებში, მირჩევნია ეს ფული რაციონალურად მოსახლეობასთან შეთანხმებით იყოს სხვანაირად გახარჯული. ამიტომ ის რომ დადგება არჩევნების მერე ახალი კონკურსის პირობები, თუ ეს წესი და მე ვთვლი რომ ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული და ეს ჩვენ საზოგადოებაზეა დამოკიდებული ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს და ამ პროცესში მონაწილეობენ თვლი რომ ალბათ უბრიანი იქნება, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი ვმუშაობ უკვე დიდი ხანია მუნიციპალიტეტებთან წინა ხელისუფლების პირობებში დღეს ბევრი არაფერი არ შეცვალა და მე ვთვლი რომ ერთხელ მაინც როდესაც მოვა მოტივირებული ადამიანი საკრებულოში და მოტივირებული ადამიანი გამგეობაში მას ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობა თავის სოფლის, თავის ქალაქის მიმართ. მიჩვენია ასრია, თქვენ მერე გამოთქვამს და ძალიან მაინტერესებს ყველას მოსაზრებას. დასრულეთ. მე პრინციპში ხო, მე პრინციპში ერთადერთი ისი დამატებაც მინდა იმის დამატება, რომ სულ დგას საკითხი მზად არის თუ არა სოფელი თვითონ გადაწყვეტოს რაღაცა საკითხები. მე ვთვლი რომ მზად არის და დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანებს მართლა დაველაპარაკეთ უშინას დედოფლის წყაროში ვიყავი და მქონდა შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესებთან, რომლებიც რძის შემკრებები, საფერღი, ადამიან ფერმერები, რომლებიც იმ დოვლას ქმნიან სოფელში, რაც მე ჩვენ ქალაქში მაცხოვრებლები ადამიანები სარგებლობთ. და მათ აქვთ მუდმივად იმის განცდა, რომ ჩვენ მეტად ვკითხოთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია და ზუსტად ეხება ჩვენს სოფელს. თუ შეიძლება ადგილზე ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახონ და ჩვენთან ერთად რაღაცა საკითხები გადაწყვეტონ. ამიტომ მე ვთვლი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ეს ნაბიჯი ბუნებრივია პირველი ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ისინი კი სიამოვნებით ჩაერთვებიან და მართლა არსებობს ამის რესურსი, ნამდვილად არსებობს არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან კარგად აზროვნებენ, თუ საკუთარი ბიზნესის წარმოება შეუძლია წარმატებით მათ საჯარო ფინანსების გადანაწილებაც შეგვიძლია ვანდოთ. ამიტომ პირველი რაც მექნება ვთქვათ უმთავრესი თხოვნა ეს იქნება მეტი ურთიერთობა სოფელთან, მეტი ურთიერთობა ამ ადამიანებთან, რომლის ცხოვრებაზეც ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამ რეფორმამ. მადლობთ. დიდი მადლობა ქალაქ ნორიზი. და ეხლა პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება, იმიტომ რომ დავიგროვდა კომპრომისები, რომლებიც უკვე ახსენეს, ასევე მთელი ეს პროცესი კი აღიწერა, ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, რომ ესე კარგად აღწერეთ ეს პროცესი. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ კი ამ დარბაზში არის თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების მე მგონი და ბევრი ადამიანისთვის ეს პროცესი ალბათ შესანიშნავად არის ცნობილი ამ პროცესის შესახებ, მაგრამ ბევრი არის ისეთი, ვინც არ შეიძლება საერთოდ არაფერი იცოდეს და თუ შეიძლება რომ თქვენი ხედვაც რა არის ყველაზე დიდი პლუსი რაც ამ რეფორმას მოაქვს მესმის რომ დასრულებული ჯერჯერობით არ არის და რა არის ასე ვთქვათ ის კომპრომისები რაზეც ახლა მომიხდათ და ასევე უკანასკნელ ან თვითონ ესე იგი თვითმმართველობის კოდექსის მიღების დროს ასე ვთქვათ მომხდარა იმ ინციდენტს რაც მე აღწერეთ თქვენ სამართლოდ მიგაჩნიათ ეს ჩემი შეფასება რომელიც ახალგაზრდების ასოციაციის დასკვნას და იქნება ამასაც გასცეთ პასუხი.
და ზოგადად კი ლიზიმ უკვე შეაფასა ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის უნიშნულო საკითხი, რომ იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისათვის თუ იქ ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს მოხელეები არჩევნების შემდეგ ესე იგი ერთი ხელის მოსმით სახლში არ გავუშვათ. და ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი, ანუ თქვენ მოგიწევთ რომ მთელი ეს ისტორია, ასე ვთქვათ, მთელი ეს პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა შეაფასოთ, რაც გვაქვს ახლა კანონში და რაც იგეგმება რომ ხონდეს ესეც შეაფასოთ მთელი ესე იგი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დიდი მადლობა წინასწარ. მოგესალმებით. მოყარული ვარ რომ ამ საშუალება არ გამოვიდე. ავეთქვით ბოლო 4 საათი ამ თემაზე გამოდევდი საპარლამენტო კომიტეტში და პლენარულ ჯამში. და დავესწრაფ ახლა გამოსვლება იქ პოლიტიკურად ჩასაფრებული ხალხია და იდეოლოგიურად ჩასაფრებული ხალხი. მინდა ვთქვა რომ თქვენ ამ ბოლო თემას მინდა გამოვხმოთ თავიდან რომ ასოციაციო დავხადო აქ მე უსამართლო შეუძლია უბრალოდ ფაქტობრივად უზუსტობა რომ რაიმე ცვლილება საჯარო სამსახურში საკუთარი შევიდა მესამე მოსმენის დროს მეორე მოსმენის დროს ესაკეთი დაიშვა პლენარულ ფორმაზე რომელსაც მე როგორც მომსწრებელი დავდახდი უფრო მეტიც მესამე მოსმენაზე როცა ვახდები თქვათ ცვლილებების ასახავს გამოხლებს უბრალოდ შინაარს ვიძახი რა შეიცვალა ეს მოხლი თავისი სიწოვიდან გამომდინარე და რა მოხდება პრობლემა სპეციალურად თავიდან ბოლომდე მოიფიქრეთ ჩავიკითხე და შესაძლოა ეს მესამე მოსმენაზე მეორე მოსმენაზე შეტანილება ჩავიკითხე ასე ის რომ აქ რაიმე პროცედურულად გაუნდარბოვით მესამე მოსმენის დროს ვიღაცა რაღაცა შეცვალა რედაქციულ ცვლილებაში ეს ასე არ არის დამეცნეთ უდევეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იურიდიული დეპარტამენტი ამ საკითხს ისე უყურებს რომ მართლა შინაარსობრივი თუ არაფერი არ იცვლებოდა სტილისტურად უკეთესი ვარიანტი იყო რა ხან სტენოგრამაში არ იყო ის არ შეგოცვლებიდეს შემდგომ ანუ ამ მხრივ ძალიან ის არის ვთქვათ რედაქციული ცვლილებების კი ძალიან ესე კაფეოდ კეთდება. რაც შეეხება ამ საჯარო სამსახურის თემას შევეხები რა ხან ასეთი თემა გამოიწვია. მე მინდა გითხრათ რეალური სურათი. მეც ყოფილვარ არასამთავრობო სექტორში არც გამოსულა მაგალითში და ასე შემდეგ და როგორი იყო სურათი. რასაც სამწუხაროდ შემდეგ სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები ღრმად თავმოყრებენ. ჩვენ მქონდა სურათი რომლის მიხედვითაც 2008 წლის შემდგომ 2012 წლის ჩათვლით საქართველოში მუნიციპალურ დონეზე საჯარო მომსახურეთა რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 40%. ანუ ყველა არჩევნების წინ იზრდებოდა თითოეულ წვნებულს უნიშნავდნენ თანაშემწეებს, ეს იყო საარჩევნო შტაბების დანამატი, ეს იყო მანქანა დიდი. მუნიციპალიტეტი შეზღუდული იყო ყველაფერში, აქ სხვა ბატონმა დავიწყო. ჭიქაები და სარიტუალო სახლში თუ ჩანგალი ეს თბილისში ხდებოდა, სამაგიეროდ სრული თავისუფლება ჰქონდა მას, როგორც უნდა გაერდერა შტატები. ჩვენ გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც 38 მომუშავეზე მოდის 38 გამომრჩეველზე მოდის 1 მუშაობ. აი ცაგერდო ლენტეხი. გვაქვს სხვა პროპორციებით. გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც ადმინისტრაციული ხარჯი აღწევს 62%, 79% და ასე შემდეგ. ეს იყო ერთი მოცემულობა. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობა მუდმივად მზარდი შტატისა და რაც თავარია, ამ შტატის აბსოლუტურ უმრავლესობას. არანაირი კონკურსი 2008, 2009, 2010 წელს არ ქონა გადაგახსოვს, მაგრამ 2012 წლის ივნისში საჯარო სამსახურის შესახებ შეტანილი კანონის შესაბამისად ყველა ეს ადამიანები ჩაითვალნენ მუდმივად საჯარო მოხელით დანიშნულ პირებად. ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ანუ ამ მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დასაქმებული იყო 2012 წლის ივნისამდე, ყველა ითვლება საჯარო მოხელით თუ ბრძანებაში ეს ვინმე არ ჩაუწერა მოვალეობის შესრულებად იმ მომენტში და აბსოლუტურ უმრავლესობაში ბრძანებაში ეს არ ეწერა, ამ შესაბამისი კონკურსი მითქდება, კონკურსის გარეშე დანიშნულები არიან მუდმივად საჯარო მოხელებად. ეს არის ერთი ფაქტი. ამ ფაქტის წინაშე ვიდეთ. ეხლა მეორე ფაქტი. პირველი ის რომ მუდმივად შტატები გაბერილია, კვალიფიკაცია დაბალია, არიან ადამიანები და შესაბამისად კონკურსები, რომელიც აი პირველი ეროვნული უნდა ყოფილიყო, უნდა შეხებოდა მხოლოდ 2012 წლის ივნისის მერე დანიშნულებს. აქაც კონკურსები გარკვეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, მაგრამ ეს ვერ ესწრებოდა, მეორე მხრივ მეთოდოლოგიურად ძალიან ბევრი საჭიროები შედიოდა. ამიტომ პირველი გადაწყვეტილება რაც იქნა მიღებული რაღაც დეკემბრის თვეში, რომ გადაიდო ვადა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120 დღემდე, რომ ის 4 თვე ქონდა მუნიციპალიტეტებს ახალი შევულებს და რეკომპლექტებიდან. მეორე მხრივ აქეთ რა ხდება? ჩვენ უყურებთ ამ საკითხს კომპლექსურად.
ჩვენთვის ეს ამ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის საჯარო სამსახურის და ამ სტრუქტურების დარღვევა. აქედან გამომდინარე, უნდა წავსულიყავით გარკვეული გამოსავლის ძიების. ერთის მხრივ შევიდა კანონში შეზღუდვა საშტატო რიცხოვნებისა, რომ არის შიგნით ფორმულა სპეციალური, რომელიც ფორმულითაც თვითონ მუნიციპალიტეტს განსაზღვრულია ზედაზღვარი რამდენი შტატი შეიძლება ყავდეს. განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი რამდენი შეუძლია დახარჯოს შრომის განსაკუთრების ფონდზე, ეს შეეხება როგორც ხელფასებს ასევე საპრემიო ფონდს და განამატებს დააშორდეთ. ამავდროულად თავის გარდამავალდებულების ჩაიდო, რომ შრომა სამეცნიერო მთავრობას უნდა წარუდგინოს ამ წლის 1 მაისამდე ადგილობრივი მოხელეთა სწავლების კონცეფცია, რომელზეც ჩვენ ახლა ინტენსიურად მუშაობთ. ამავდროულად კანონში ჩაიდო, რომ თვითონა მუნიციპალიტეტებმა მისი შრომის განსაკუთრების ფონდის 1% უნდა დახარჯოს მოხელეთა სწავლებაზე. და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ შეიცვალა გარკვეული თემები, მაგალითად გამგებელი რადგან პირდაპირ არჩეული გახდა, გამგებლის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები გახდნენ ვადიანი საჯარო მოსამსახურეები. იცით რომ დღეს სხვა სისტემაა, დღეს ყველა არის საჯარო მოხელე, შესაბამისად საჯარო ექვემდებარებიან საჯარო სამსახურის კანონის იმუს, სადაც რეგულირდება ზოგადად საჯარო მოხელეებისა. შესაბამისად ჩვენ უყურებთ ამ საკითხს, რომ მუნიციპალიტეტებმა იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუციურად შეიცვალა მათი მოწყობა, მათ აქვს საშტატო ლიმიტირება, გარკვეული ლიმიტირება. ამავდროულად მათ ფუნქციებში მოხდა, მაგალითად ძალიან დიდ ნაწილს ამ შტატებისა შეადგენდნენ მეხანძრეები ამ შტატებში შედიოდნენ, მაგრამ სახანძრო ამოვიდა მათ საკუთარი უფლებამოსილებებიდან და ეს ამის ცენტრალიზაცია ხდება. მეორე მხრივ დაემატა მას წყალმომარაგებასთან და სხვა საკითხთან დაკავშირებული ფუნქციები. ჯამში ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაცია განხორციელდება და არ განხორციელდება, უნდა მოახდინოს ახალი სტრუქტურის შექმნა ამ შეცვლილი გარემოებიდან გამომდინარე. ერთი, მეორე მხრივ საშტატო რიცხოვნება გარკვეულად ოპტიმიზაცია უნდა მოახდინოს, ეს მეორე. ეს იმ კანონში როცა ჩაგვედო, მარტო რეორგანიზაციის მუხლით შესაძლებელი იქნებოდა, რომ თავისუფლად საკონკურსო გამოცხადებულიყო ნებისმიერ სამსახურს ერთი ადამიანი ერთი და ეს გამოგებული შეგვიძლია რეორგანიზაცია გამოცხადოს და იქ ფაქტურად შეცვალო ვითარება. ანუ იყო ძალიან არასამართლიანი ვითარება 2012 წელს ეკოშები დაუჩნდეთ. ამავდროულად ჩვენ ახლა ვამუშავებთ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ ამ ინიციატივით შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოვიდეთ ამას ვათანხმდით ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროსთან რომ დაუნერგოთ ეტაპობრივად გარკვეული სერტიფიცირების სისტემა. ანუ შენ გინდა მუნიციპალიტეტში მუშაობ. კი ბატონო, შენ შეგიძლია კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ იმ კონკურსამდე უნდა იყოს გარკვეული მინიმალური კვალიფიკაციის შემოწმება, რომელიც უნდა შეეხოს ყველას და ეს უნდა მოხდეს ცენტრალიზებული. ანუ ამასთან მუნიციპალიტეტს არ ექნება შეხება. ამ მინიმალური კვალიფიკაციის გამადასტურებელი სერტიფიცირება უნდა მოხდეს ცენტრალური ორგანოების მიერ, ამაში იქნება ჩვენი სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, შეიძლება სასწავლო ცენტრები იგივე განათლების სამინისტროს ცენტრი, იუსტიციის ცენტრი დააშენეთ. ამ საკითხზე ჩვენ ფაქტიურად უკვე ბოლოში ვართ გასული, ამაზე დღეებია დაწყებული მუშაობა. ჩვენ ბოლოში დახმარებები მიმდინარეობს, რომ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა საჯარო სამსახურის ბიუროში და გარკვეული დრო ამან მოიგო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სისტემურად თლიანობაში საჯარო სამსახური უნდა გავაჯანსაღოთ მუნიციპალურ დონეზე. დღეს ჩვენ იქ გვაქვს ქაოტური მდგომარეობა, აბსოლუტურად 80% არის ორგანო კონკურსის გარეშე დანიშნული უადოდ. ეს გვაქვს ფაქტი, მოცემულობა ეს გვაქვს. ეს სიტუაცია გვაქვს და შესაბამისად განხორციელდა იმდენგვარი ცვლილებები, რომელიც ინსტიტუციურად ამ ყველაფერს ცვლის, მეორე მხრივ განათლებაზე ვაკეთებ აქცენტს და ამ შეფასების სისტემაზე და ეს არის კომპლექსურად შესახედი საკითხი და ის რომ სადღაც ვიღაცამ მე ძალიან წუხარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირდაპირ გააკეთეს პოლიტიკური შეფასება, რომ ეს არის თითქოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, იქ ნაციონების მიყვანა, რომ ვინდოდეს სერტიფიცირებას სწორედაც რო აბიტყოდით, ან რაღაცა სისტემის ფილტრების დაყენებას იშრობს, ვინც 5-6 წელი მუშაობს, თუნდაც პრობლემები არა რაღაც ელემენტარულ უნარებთან, ის ყოველთვის არის უფრო წინა მდგომარეობაში ასეთ ობიექტურ ერთიან გამოცდებზე, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა აპირებს სადღაც შეშმას იმის გამო, რომ ვიღაც დაწესავია. ეს ყველაფერი პირიქით არის. ყველა ის ბრალდება, რაც ამ კუთხით იყო, არის ნამდვილად პირიქით. სამწუხაროდ ეს ერთი თემა არ არის, ერთ-ერთი თემა არ არის, სადაც ასე ვითარებო. მე პირადად 2002 წლის რეფორმის დროს ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის ალტერნატიული კანონპროექტი მოაქვს და 2005 წელს მეორე რეფორმა შედგა, ვიყავი ლობისტი ალტერნატიული კანონპროექტის, ეხლა ვარ ხელისუფლების ხაზს. მითხარ, რომ სამივე შემთხვევაში ფრონტი
არის ერთნაირი ამ თემასთან მიმართებაში და აქცენტები კეთდება ხშირად არასწორ თემატიკაზე. კერძოდ თუნდაც ის რომ ნებისმიერი რეფორმა ის არ არის რომ ჩვენ დავწეროთ რაღაცა კანონი და ავდგეთ და გავიტანოთ. ჩვენ ევროსაბჭომ აი როდესაც პირველად მარტში ჩვენ მივიღეთ სტრატეგია და გაუგზავნეთ და მას დასმასთან მოთხოვეთ, ყველაზე მთავარი რაც გითხრა მან რომ წინასწარ უნდა იყოთ მზად